ბოლო საარჩევნო დღე ქრისტიან დემოკრატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს, საკუთარ ამომრჩევლებს პარტიის პროგრამა ლიდერებთან ერთად მაჟორიტარობის კანდიდატებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთხელ წარუდგინეს. ქრისტიან დემოკრატებმა დღეს წინა საარჩევნო კამპანია დაასრულეს. დასკვნითი შეხვედრები ამომრჩეველთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დილიდან დაიწყეს. საბურთალოს რაიონის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე ომის ვეტერანის ოჯახში მივიდა. მან დავით კიკნაძეს პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ვეტერანებს ეხება და მათთვის შეღავათებს ითვალისწინებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთმა ადამიანმა მომწეს შესაბამისი ასე ვთქვათ, მომაწოდოს შესაბამისი ხედვები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სწორედ აი ამ ჩვენ საბურთალოს რაიონში და საბურთალოს რაიონის გარდა მთელ საქართველოში ცხოვრება, ასე ვთქვათ, ადამიანების, რომელთაც დიდი ტკივილები განიცადნენ. წინა საარჩევნო კამპანია დაასრულა ქრისტიან დემოკრატების კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც. ზაზა გაბუნიამ ნარიყალაზე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში მან მოსახლეობასთან შესახვედრად რაიონის ყველა უბანი მოიარა. მე მაქვს იმედი, რომ თვენახევრიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც მე ზაზა გაბუნიამ ვაწარმოე კრწანისელებისთვის და ის მთავარი მესიჯები და სათქმელი, რომელიც მე ამ კამპანიის განმავლობაში უთხარი კრწანისელებს, იქნება გასაგებად აღქმული. საარჩევნო სიის წევრი ლელა გულედანი კი პარტიის ოფისში დევნილებს შეხვდა, რომლებიც საცხოვრებელი ფართების გამოყოფას ითხოვენ. დღესვე პარტიის ლიდერებთან ერთად ამომრჩეველთან დასკვნითი შეხვედრა გამართა ნაძალადევის რაიონის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამაც. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო ჯერ შეხვდა მოსახლეობას მაგდა ანიკაშვილი, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის ლიდერებთან ერთად მივიდა. სამგორს ჭირდება დეპუტატი, რომელიც არამხოლოდ დააყენებს პრობლემატურ საკითხებს თავრობის ცალკეული მინისტრის, მერის თუ გამგებლის წინაშე, არამედ პასუხს მოსთხოვს ყველა ჩინოვნიკს იმ უპასუხისმგებლობის, გულგრილობის თუ უმოქმედობის გამო, რასაც ამდენი ხანი ჰქონდა ადგილი ამ რაიონთან მიმართებაში. საღი არჩევანის ადგილი ყოველთვის რჩება და ამის აუცილებლობაც არსებობს. ჩვენ გვინდა თავისუფლად იცხოვროს ადამიანმა, არა მხოლოდ სახელმწიფო ძალადობისგან გავთავისუფლდნენ, რისთვისაც აუცილებელი არის ნაციონალური მოძრაობის უმცირესობაში გადაყვანა. არამედ ჩვენ გვინდა, რომ თავისუფლად თავი იგნოს ადამიანმა იმითაც, რომ იქნება დასაქმებული, იქნება შემოსავალი. ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ ამომრჩეველთან შეხვედრები რეგიონებშიც დაასრულა. პარტიის ლიდერებმა ბოლო ვიზიტი აჭარაში ხელვაჩაურის მოსახლეობასთან გამართეს. ქრისტიან დემოკრატებმა ადგილობრივებს პარტიის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. არჩევნებამდე 2 დღით ადრე ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ მთელი საქართველოს მასშტაბით წინა საარჩევნო კამპანია დაასრულა.